მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. თქვენ კარგად მოგესალმებათ ამ შემთხვევაში მუდმივ მსმენელებს მიმართავ, რომ ღია სტუდია პერიოდულად ახერხებს მოიწვიოს სტუდიაში ის პასუხისმგებელი პირები, რომლებიც გესაუბრებიან დევნილთა მდგომარეობაზე, მათ უფლებებზე, მათ ყოფით პირობებზე და ასე შემდეგ. დღესაც გვაქვს გადაცემა, რომელიც უკავშირდება სწორედ აი ამ თემებს, დევნილთა მდგომარეობა საქართველოში და ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მურად აბლოთია. მოგესალმებით ბატონო მურად. მოგესალმებით. მადლობა მომზადებისთვის და ჩვენს მსმენელებს შევახსენებ, ვისაც სურვილი გაქვთ რომ ღია სტუდიაში გადაცემის მსვლელობისას დარეკოთ ბატონ მურადს დაუსვათ შეკითხვები, უნდა ისარგებლოთ აი ამ ტელეფონებით 240 91 92 და 240 92 92. იმასაც შეგახსენებთ, რომ თქვენი მიმღებები FM 102 და 4 ტალღაზეა მომართული საზოგადოებრივ რადიოს, რადიო ერთს უსმენ და იწყება ღია სტუდია. ბატონო მურად, ვიდრე გადმოგცემ სიტყვას, სულ ორიოდე ფრაზა მინდა ვთქვა ასეთი, რომ არ მინდა ძალიან გადაჭარბებული გავამივიდეთ და რაღაც ედმეტად ქებაში ჩამითვალოს ჩვენმა მსმენელმა, მაგრამ არ შეიძლება იმის არ აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად ნახევრის დაახლოებით, რაც ახალი ხელისუფლებაა მოსული, განმავლობაში ბევრად უფრო მეტი გაკეთდა დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად, ვიდრე კეთდებოდა გასული დაახლოებით 15-20 წლის განმავლობაში. ბევრად უფრო მეტი გაკეთდა, ის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამის თაობაზე სრულყოფილად ინფორმირებული საზოგადოება არ არის. ამიტომ ახლა ძალიან ვთხოვთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ საზოგადოებას, რა ხდება განსაკუთრებით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი, ბინებით დაკმაყოფილება დევნილების. ეს საკითხი თანდათან ძალიან მეთოდურად, მაგრამ ძალიან კარგად რეგულირდება და წყდება. თქვენ რას გვეტყვით, რაზე მუშაობთ, რა არის თქვენთვის ამჟამად ყველაზე პრიორიტეტული? დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის ჩვენი სამინისტროს მუშაობის. მან ნამდვილად ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ის დაპირებები, რაც გაცემული იყო დევნილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, ეს დაპირებები შევასრულოთ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2013 წლის განმავლობაში და მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დევნილთა შესახებ კანონის მიღება, ახალი კანონის მიღება, რომელშიც ესე ვთქვათ, თლიანობაში მოექცა ყველა ფერი, რაც კი დევნილებთან არის დაკავშირებული. მათი უფლებები უფრო მეტად არის ამ კანონით დაცული, ვიდრე ეს წინათ იყო და ასევე ბევრი რამის რეგულაცია მოახდინეთ, რაც მთელი 20 წლის განმავლობაში არ ხდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტი იქნა მიღებული 2013 წლის აგვისტოში 320 ბრძანება მინისტრის, რომლითაც დაწესდა კრიტერიუმები, წესი და პროცედურა საცხოვრებელი ფართის მიღების დევნილების, რაც არ არსებობდა ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. შესაბამისად, თუ ვინ რა კრიტერიუმებით გასცემდა ბინებს ამ 20 წლის განმავლობაში, არავინ არ იცოდა და ძალიან დიდ უკმაყოფილებას დღემდე შემორჩენილია ის დალღა, ის განწყობა, რაც დევნილებს ჰქონდათ, რომ ვიღაცა უსამართლოდ უკანონოდ იღებდა წლების განმავლობაში ამ ბინებს, დღემდე შემორჩენილია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთი ბინა ამ ბრძანების გარეშე არ გაგვიცია, არ გაგვინაწილებია და ეს არის აბსოლუტურად ღია და საჯარო მთელი პროცედურა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. ბატონო მურად, ალბათ ბევრს გაუგია ჩვენს მსმენელებს იმის თაობაზეც, რომ აი უთქვათ საზოგადოებაში, რომ დევნილია, მაგრამ რაღაც 2-3 ბინა ქონდა. ესეთი შემთხვევებიც ალბათ იქნებოდა, ვინაიდან ასე
ხო, ალბათ იყო, იმიტომ რომ კი, დღესაც აცხადებენ ხშირად დევნილები, სამწუხაროდ ხდებოდა შემთხვევა, რომ არაოფიციალური გაყიდვა, გადაყიდვა და ასე შემდგომ. უამრავი როცა არ არის რაღაცა ნორმაში, წეში, კანონში მოქცეული, მაშინ ყოველთვის ხდება მსგავსი დარღვევები. პრაქტიკულად ამისგან უკვე დაზღვეული ვართ, ხო? პრაქტიკულად დღეს ამისგან დაზღვეული ვართ. თუ ვინმე მითაღლითა და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც სამი განყოფილება არსებობს, ერთი რომელიც იღებს ამ განაცხადებს დევნილებისაგან, მეორე რომელიც მათგან დამოუკიდებლად აფასებს და შესაბამის ქულებს ანიჭებს და მესამე განყოფილება რომელიც ამ შეფასებულს მონიტორინგს უწევს კიდევ დამატებით და ადგილზე მისვლით სწავლობს ყველა ოჯახის მდგომარეობას. არ არსებობს ოჯახი, რომელიც ადგილზე სადაც ცხოვრობს, იქ შესწავლილი არ იყოს, ისე რომ ბინა მიიღოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ვიღაცა მაინც გაიპარება, გაგვიპარება ესე ვთქვათ, გაძრობა და რაღაცებს შემოგვატყუებს, ამის შემდგომაც გვჭება გარკვეული მექანიზმები, რომ ამ ადამიანებს ესე ვთქვათ, უკანოდ მიღებული სარგებელი ჩამოერთვათ. ამის მექანიზმიც გააქვს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაწერილი არის, ანამ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს უკვე არის თაღლითობა იმ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს შესაბამისი ოქმები დგება დოკუმენტები, დოკუმენტურად არის დასაბუთებული ყველა ქულა, რომელსაც დევნილი იღებს და რის საფუძველზეც საბოლოო ჯამში ბინას იღებს. ასე რომ ამისგანაც ფაქტიურად დაცული ვართ, თუ ვიღაცამ შეიძლება 1% ცდილობდეს და არიან ადამიანები და მუდმივად იქნებიან ვინც ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ვინც არ უნდა იყოს ყოველთვის ეცდება ვიღაცის მოტყუებას, ესეთი ადამიანები სულ იქნებიან, მათგანაც რომ თავი დავიზღოთ ამისთვის ამის მექანიზმიც ესე ვთქვათ გვაქვს. გარდა ამისა ეს ყველაფერი არის საჯარო, ჩვენ როგორც კი კანდიდატები გახდებიან ბინების მიღების მთლიანი სია იდება ჩვენს ვებგვერდზე და ყველა დევნილს შეუძლია ნახოს თუ ვინ არის ამა თუ იმ ობიექტზე ბინის მიღებთა სიაში და რა ქულები აქვს მას მიღებული. ასე რომ ესეც ჩვენ მათგანაც ვიღებთ შემდგომში ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილებამდე აი ამ კანდიდატებს შორის თუ არის ვინმე ისეთი ვინც რაღაცნაირად მოახერხა და მოგვატყუა, ამ შემთხვევაში მათზეც ვიღებთ ინფორმაციას და ამის არაერთი შემთხვევა გვქონია ჩვენ კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული სახელი დაგვარებით და სიაში გამოქვეყნებული სიიდან ამოგვიღია და სხვისთვის მეგვიცია მის შემდგომ ვინც მოდიოდა რეგისტრობით. იყო ესეთი პრაქტიკა. რა თქმა უნდა, იყო ესეთი პრაქტიკა. და ეხლა კიდევ უფრო მეც გეტყვით მინისტრის გადაწყვეტილებით, ბატონ დავითის გადაწყვეტილებით ფოთში ეხლა 280 ბინას გადავცემთ და მსურველი არის 2297 ოჯახი. ეს 10-ჯერ მეტი. დიახ, 10-ჯერ მეტი თითქმის. ყველა სია გამოქვეყნდა ვებგვერდზე და ვინ რაში მიიღო ქულა. რომ ყველა მიცოდეს, არა მარტო ის, ვინც ბინას მიიღებს, იმათ ვაქვეყნებდით, არამედ სრულად, ვინც კი სურვილი გამოხატა და შესაბამისი განაცხადის აპლიკაციო ფორმა, ეგრეთ წოდებული შეავსო ყველა ამ ოჯახების შესახებ ინფორმაცია არის, თვითონ დევნილებსაც შეუძლიათ ეს ნახონ, აბსოლუტურად სრულად დევს ეს ინფორმაცია და დეტალურად ვინ რაში მიიღო ქულა, რაც აქამდე ჩვენ არ გაგვიკეთებია და კიდევ უფრო წინ წავედით, ესე ვთქვათ, ამ მიმართულებით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად არის, ესე ვთქვათ, ზოგადად დევნილთა საკითხებში ჩართული და ამ პროცესებში და უკვე სათათბირო ხმის უფლებით ისიც მონაწილეობს კომისიის სხდომებში, სადაც ხდება ამ ბინების განაწილება. ეს თქვენი კეთილი ნება და თქვენ თვითონ ჩართეთ შეიძლება მოსულიყო და მოეთხოვა რაღაც ინფორმაცია, ამ შემთხვევაში. ჩვენ თანამშრომლობთ იგივე კანონთან დაკავშირებით ყველა სახის კომისიაში, რომელიც კი სამინისტროში არის და ნორმატიულ აქტებზე და ასე ვთქვათ მუშაობს, ყველგან არის ჩართული სახალხო დამცველის ოფისი და გაეროს დოლთა უმაღლესი კომისარიატი. ისინიც ასევე ჩართული არიან ამ კომისიაში, ასევე ფოთის შემთხვევაში ადგილობრივი დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოხატა სურვილი და მინისტრმა მისცა მათ თანხმობა, პირადადად შეხვდა და ასე ვთქვათ ძალიან გაუხარდა ამ დევნილებსაც, იმიტომ რომ მათ დამატებით შეუძლიათ რომ ყავდეთ ადამიანი, ვინც დააკვირდება მთელ ამ პროცესს და მათ მიაწოდებს სრულყოფილ ინფორმაციას. და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული, ვინც დევნილთა სფეროში მუშაობენ, მათ გამოთქვეს სურვილი, ჩვენ უარი არავისთვის არ გვიტყვია და მაქსიმალურად ესე ვთქვათ, ხიად მიმდინარეობს ეს პროცესი, რასაც ქვია ბინების გადაცემა დევნილებისათვის. ძალიან კარგი და ასე მოწესრიგებული რომ ეს რა თქმა უნდა ამას ყველა მიესალმება,
ახლა ვაღოთ უკვე ის ინფორმაციაც გვაინტერესებს რამდენი აშენდა რამდენს გადაეცით წელს თქვენ ბრძანეთ ახლა ზუგდიდის შესახებ ვიცით რომ ფოჩი ამ დღეებშია ხოლმე აი სულ რამდენიმე დღეში უნდა შედგეს ამ ბინების საზეიმოდ გადაცემა მაგრამ ეს საზეიმოც შეიძლება ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია როდესაც ქვეყანას ძიმე მდგომარეობა აქვს შეიძლება ამიტომ ნაკლებ ზეიმობს მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს კარგად ინფორმირებული ამის თვალსაჩინოებსაც ვინც 20 წელია ელოდებიან ამას მათთვის საზეიმო განწყობა იმ დღეს როცა ისინი იღებენ გარემონტებულ ბინას რომელიც სტანდარტების შესაბამისად სულადობის მიხედვით რაც მათ ეკუთვნით ჩვენ შარშან 2013 წლის განმავლობაში 2000-მდე ოჯახი იქნა დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით მათ მიიღეს სხვადასხვა მიმართულებებით ანუ სამინისტრო 2013 წელს გარდა ბინების რეაბილიტაციისა და მშენებლობისა ასევე წამოიწყო სოფლად სახლების შესყიდვის პროგრამა, რომლის პარგლებშიც ყველა დევნილს ჰქონდა უფლება შემოეტანა განაცხადი და ეთქვა მე მინდა სახლი მიყიდოთ დაუშვათ აბაშის რაიონში კონკრეტულად აი აქ ეს სახლი ჩვენ ვიხილავდით მის განცხადებას მისი სურვილის შემთხვევაში მის მიერ შერჩეულ სახლის შესყიდვის საშუალებას ვაძლევდით რა თქმა უნდა გარკვეული თანხის ფარგლებში რომელიც ასევე კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტით არის გაწერილი ეს იყო ახალი ესე ვთქვათ პილოტური პროექტი რომელიც შარშან წამოიწყდა და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია შარშან 70-მდე სახლი იქნა მსგავსი ემითი შესყიდული წელს ორჯერ მეტი იქნება ეს ასევე მიდის ეს პროცესი რა თქმა უნდა ახლა დამთავრდა მუდმივ რეჟიმში ახლა დამთავრდა განაცხადების მიღება სულ 2 კვირის უკან ამ სახლებზე და 400-ზე მეტი მსურველი შემოიტანა უკვე განაცხადი გარდა ამისა რეაბილიტირებულ ბინებში შევასახლეთ ადამიანების სრულად გარემონტებული ბინები მიიღეს ჩაიბარეს და იყო ერთ-ერთი მიმართულება დევნილები 20 წელია ცხოვრობენ ადაპტირებული არიან ესე ვთქვათ იმ გარემოში და უნდათ კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში ცხოვრობენ მაგრამ სურთ რომ ეს მიიღოთ საკუთრებაში ამის მაგალითიც ჰქონდა შარშან ჭავჭავაძის 37 ნომერში ვაკეში ჩვენ 105 ოჯახს შეუძინეთ ბინები სადაც ისინი 20 წელია ცხოვრობდნენ და სურვილი ჰქონდათ ეს ბინები ამ 105 ოჯახს შეუძინეთ კერძო მესაკუთრე ჩვენ თანხა გადაუხადეთ კონკრეტულად ამისთვის აქტიურად ვითანამშრომლობთ ხლა იცით იქ რომ არ არის ესე ვთქვათ იაფი და ძალიან ძვირად ღირებული ქონების პატრონი გახდნენ ეს დევნილი ოჯახები მაგრამ ბაზის ბანკიც წამოვიდა გარკვეულ დათმობაზე ბაზის ბანკისგან შევიძინეთ და ესე ვთქვათ ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ და 105 ოჯახს ეს გადაეცა აი ამ სხვადასხვა მიმართულებებით საერთო ჯამში დაახლოებით ეს 2000-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ წელს იგეგმება რომ 2000-ზე მეტი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ ამავე დროს ბევრი ამ წლის ბოლომდე კიდევ დაახლოებით 2000-მდე ოჯახი იქნება. უკვე ამ წელს ჩვენ რამოდენიმე ასეული ოჯახი განვასახლეთ, იმერეთში გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები ამ მხრივ ქუთაისში საფხულის ბოლომდე დამთავრდება 3 ობიექტი, სადაც 272 ოჯახი იქნება განსახლებული, 280 ოჯახი, როგორც გითხარით, ფოთში უახლოეს დღეებში, ესე ვთქვათ, გადაწყდება და შესახლდება, 320 ოჯახი წლის ბოლომდე ზუგდიდში 10 ახალ აშენებულ კორპუსში მიიღებს ბინებს და გარდა ამისა გვაქვს თბილისთან ახლოს ვაზიანში ასევე სადაც 6 კორპუსი სრულდება, 2-ის რეაბილიტაცია, 4 თითქმის აშენებულია თავიდან, მათ შორის ამ დღეებში მთავრდება ვაზიანის 2 კორპუსი, 4 კორპუსი აგვისტოს თვეში კიდევ დასრულდება და უამრავი კიდევ კასპში, ბორჯომში, ქარელში, ხაშურში, ახალციხეში, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ესე ვთქვათ მოცული არის ეს სამუშაოები და წლის ბოლომდე როგორც გითხარით ამ მასშტაბებს მიაღწევს. გარდა ამისა უმნიშვნელოვანესი იყო ამ პერიოდში 2013 წელს ის ცვლილება რაც ჩვენი სამინისტროს ინიციატივით და ბატონი დავითის ინიციატივით მთავრობაში შეიტანა საკითხი, რომ თბილისში დევნილებისათვის სახლების მშენებლობის უფლება იყო აკრძალული პირდაპირ ეწერა წინა ხელისუფლება სამოქმედო გეგმაში, რომ აკრძალულია მშენებლობა დევნილებისათვის თბილისში, ეს მუხლი ამოღებული იქნა და ჩვენ მშენებლობის ნებართვა მოვიპოვეთ. ბატონო, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ეს ძალიან საინტერესო თემაა, ერთ-ერთი საინტერესო თემა და
შეიძლება რამდენიმე დამატებითი კითხვას დაგისვათ. ახლა ორი მსმენელი გველოდება, მოდით მათ კითხვების მოვისმინოთ. გისმენთ, ალო? გამარჯობა, ბატონო. გაგიმარჯვეთ. რამოდენიმე შეკითხვა მაგ ბინების განაწილებასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ცოტა გაურკვეველი იყო რაღაც დაბალქულიანების შემოგვეპარაო და რას ნიშნავს რომ განმარტოს უფრო იქ თქვათ რაღაცა ქულების მიხედვით არის ბინების განაწილება და სხვებს თქვათ არ ეძლევა თუ რაღაც უფრო კონკრეტულად შეიძლება. და მეორე პრობლემა კიდე რამოდენიმე ნათესავი მყავს და არიციან როგორ მოიცნენ ახლა არ მოწონ შეთავაზება არა იმის გამო რომ თქვათ რაღაცა რემონტია სულ გაკეთებულ და რაღაცა ოთახების განლაგება უბრალოდ ცხოვრობენ სხვა ადგილზე ახლა მაგალითად ერთზე 3-3 ბავშვი უკვე სკოლაში დაღავს რაღაცა და ბინას აძლევს თუ სხვა უბანში აბსოლუტურად რომ იქიდან ახლა ნუ ბავშვების ტარება გამორიცხული აბსოლუტურად და თუ არის მაგალითად აი ამ შემთხვევაში რაღაცა ალტერნატიული შეთავაზება ან თქვათ ფინანსური სახით ან რაღაცა სხვა კუთხით ზოგიერთი საერთოდ ბინა აქვს უკვე შეძენილი და იმას აღარ აინტერესებს. აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება იმას თუ გავარკვევ ძალიან კარგი. მადლობა. კიდევ ერთი მსმენელი ხაზზე. გისმენთ, ალო? დიახ, გისმენთ, ალო? გამარჯობათ. გაგიმარჯვოთ. ბატონო გოგი, მადლობა თქვენ რომ ხშირად იხილავთ ხოლმე ძენდილების საკითხს, მაგრამ მე რა მაინტერესებს იცით? ბატონი მურატს და საერთოდ ხელისუფლებას არ ეუხერხულებათ რომ აგერ 20 წელიწადია თევნილები 91 წლის 7 იანვრის შემდეგ ცხინვალიდან თევნილები თქვენზე რომ ვერ მოწესრიგდნენ და ვერ დაბინავდნენ და თავშესაფარით არ აქვს ზოგიერთი აი აფხაზეთის სასტუმროს დაინგრა და $7,000 იცეს სასტუმრო ვერ ისოვეს $7,000 ვერავით არ ბინა და დაიქირავეს სადღაც გარეთ, ხალხ გარეთ ვინები და გამოილია ის $7,000 და მერე კარვებში ცხოვრობდნენ. არ ეუხერხულებათ აი ბატონ მურატ ვეკითხები ხავე ხელისუფლებასაც ეს ამბავი რომ 10% ვაკმაყოფილებთ და ასე მონაცემებს რომ აქვეყნებთ და ისე კარგი რომ ბატონი გოგი გაწალეთ და გაუგდებათ ვითხარით რა მდგომარეობა. გამოვით ერთი რამეც უნდა ითქვას. 2008 წელს დევნილები ცხინვალიდან დღემდე სტრასბურგიდან ელოდებიან პასუხს საჩივარზე რომ ქონება დაკარგეს და რუსეთმა უარი უთხრა ამ ქონების გადახდაზე და ან იმათ რაღა ერშოლება საერთოდ. ერთ არც ბინა აქვს და ქონებას საკარგეს. და მესამე საკითხი თუ შეიძლება ბატონო გოგი. კი ბატონო. ბევრი კარგად იცით რომ ქალაქში მოდის სოფლიდან მიტოვებული აქვს სახლკარი და ყიდის იმ სახლკარს. აი გორის რაიონში მაგალითად ორსართულიანი სახლები კარგი ეზოკარით ვენახეთ $15,000 იგიდება და არ შეუძლია სახელმწიფოს რომ აი ეს სახლკარი შეუსყიდოს ამ დევნილებს და სოფლიდან აღარ დაიწყოს ეს დევნადობა ქალაქში. რა ვიცი, აი რამდენი საკითხია მოსაგვარებელი და ამდენი ხნის განმავლობაში რომ მოუგვარებელია. ცოდნე არ არიან ეს ხალხი, ადამიანები არ არიან. თქვენ როგორ ლაპარაკობთ ასე თავისუფლად რომ 10% ვაკმაყოფილებთ და 90%-ზე. მადლობა ზარისთვის ძალიან ემოციური საუბარი იყო, გასაგებია. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება და შემდეგ მოგცემთ საშუალებას რომ უპასუხოთ. გისმენთ, ალო? გამარჯობათ. გაგიმარჯვოთ. ეს დევნილები, როდესაც 90-იანიდან აღრიცხები იყო, ვინც შემოიყვანეს და პირდაპირ ზოგი სხვა ქალაქებში განაწილდა, იყო მე მახსოვს 3000-ში თუ ცოტა მეტ, მაგრამ დღეს რო გაიგეს რომ სხვადასხვა ქალაქებში ნაცნობი იყო თუ ნაცნობი იყო რომ ქალაქში თავის ხალხს აშიმშილებია და ამათ ბინებს აძლევენ, ასე უმადურობა როგორ შეიძლება კენამზე მომსვლისა გამოსული კი რა წვების ბევრია. და ამდენი დასახელ და ამდენმა მიიღეცა და ერთი დამისახელით აპატია და არ გამეთიშოთ. აქაური რომელიც ველოდებოდით 60 წლიანები 50-იანები ერთ ოთახში შეჭრილებული ვერ დაგვიქორწელებია ვერ გაგვითხოვებია სიძანა ისე იგი ქალა ძირძულმა
რამდენს მიცეს ბინა ქალაქმა და რამდენი ბინა გაიცა სტოვლილებზე. უმადურობა ხო მართლა ღმერთის საქმეს კეთება. რამდენი სხვადასხვა ქალაქები ეხლა დიღმის მასოში მაგრამ მას ერთი კვარტალი განვიყენოთ. ერთ ადამიანს აქვს მთლიანად მაღაზია და შიგ ოთახი ნაყიდი და მეექვსე კორპუსში და მეხუთე კორპუსში ბინა ოროთახიანი და იქაც ოროთახიანი ნაყიდი და გაქერებული. ამისანა თქვენ კი არ გაიგებთ მას, მე კი არ ჩივი ვარ. შედარება შვილები ხარ უნდა შვილები რო ვიყავით ადრე და მე შემოვიდნენ ენჯიგენი უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს უფროსები დავხოცოთ რამდენსაა ქალაქში ბინა გაქრეებული პატარა კოტეჯი აღებული რომ იმით ჭამოს პური და იქ გააცენოს ღამე რომ ქირის თაბი რო არ აღდა. აქ უკვე გამორიცხულია გამრავლება ერთხელ მე ასე გთხოვეთ მე მგონი თქვენ იქნებოდით შეაზეჭკარა არ შეიძლებოდით რომ აქ ჩამოსულ მაღაზიაში იყო ხალხი მეთქი და 7-8 ადამიანი დაატერორეს წაიღეს დოლარები და დაიმალნენ არ მოგაძებნინეთ მე მითხარით თქვენ რომ განაცხადე უთხარით ჩვენ მილიციას და მე დავრეკავ და მე მეტყვიანო გვარიც მივაწოდე ყველაფერი მაგრამ ვერ გავიგებ. და ერთანთიც ის არის რა ხარში არ უდგება ვის მე გადაცემაში დარეკეთ თუ ბატონ მურას თხოვე თუ ვერ გავიგე რა ასეთი წარმომადგენელი ტოლილების შეხლა არის ის იყო და მე გვარი აღარ მახსოვს ბაბა გასაგებია დიახ კარგი მადლობა ესე იგი მოდით მივყვეთ მეთოდულად უბრალოდ ამდევრულად ამ საკითხებს და უპასუხოთ ჩვენს მსმენელებს ბატონ მურა კარგით პირველ მსმენელს იმის მიუხედავად რომ ის თბილისში უფლება არ დამოვიწყდება მონიშნული მაქვს საკითხიც მაგრამ მოდი ჯერ მსმენელებს ვპასუხოთ ესე იგი ხო პირველი შეკითხვა იყო რომ დაბალქულიანები გაგვეპარა მე არ მითქვა რომ დაბალქულიანები გაგვეპარა მე ვთქვი რომ ადამიანები ხანდახან რაღაც დოკუმენტებს რაკეტილს შეიძლება მიიღო არასწორად ქულა რომელიც მიიღო ის მიიღო არასწორად ანუ რაღაცა დოკუმენტი შეიძლება გაგვიყალბა რაღაცა მოგვატყვა და ასე შემდგომ და არა დაბალქულიანის გაპარვა ვისაც ქულების მიხედვით თავისი რიგითობა უწევს ის ღებულობს მაგრამ შეიძლება ის არა პატიოსანი გზით კონდეს ამაზე იყოს საუბარი რაც შეეხება სხვა უბანში გადასვლას ჩვენ პირველი რაც არის დევნილ საცხოვრებელს ჩვენ თავაზობთ შესაძლებლობა რომელიც გვაქვს იმას მაგრამ არჩევანი კეთდება მის მიერ ესე იგი როგორც თქვენი კითხულობდა ალტერნატივა არისო რა თქმა უნდა გარდა ამისა ალტერნატივა რაზეც მან თქვა რომ შესაძლებელია თუ არა მან რაღაცა შეიძინოს ასე შემდგომ სწორედ ეს ის ალტერნატივა რაც მე ვთქვი რომ სახლების შესყიდვის პროგრამა რომელიც ჩვენ გვაქვს მსმენელი საუბრობდა რომ რატო სოფლებში არ სოფლადაც არა და იყო ამაზე საუბარი გადაცემაში რომ ამას აკეთებს ეს სახლების შესყიდვა არის გარდა ამისა წელს მე გითხარით რომ შარშანამის პილოტირება იყო წელს კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა ეს მემართულება და ჩვენ საშუალება მოგეცა 400 განაცხადია და ჩვენ დევნილებს მივეცით საშუალება რომ თანადაფინანსების არის შემთხვევა როდესაც დევნილი ამბობს რომ დაუშვათ პირობითად ჩვენ რომ ვაძლევთ 20000 ლარს რაღაცა და ღირს 22-23000 ლარის სახლი ან პირიქით რაღაცა დამატება საჭიროებს ან მუშაობს რაღაცა შესაძლებლობა აქვს ცოტა მეტი და შეუძლია თანადაფინანსება გააკეთოს და აგროვა გარკვეული კაპიტალი ამის შესაძლებლობასაც ვაძლევთ ამ შემთხვევაში ჩვენ დევნილებს და უბნებს რაც შეეხება სხვადასხვა მქონია შემთხვევა რომ დევნილს თავისი ქულების მიხედვით მისი სიმძიმიდან გამომდინარე შეეთავაზა ბინა ისნის რაიონში მაგრამ მას ვინაიდან ბავშვები სწავლობდნენ ნაძალადევის რაიონში და შემდგომ დაელოდა სანამ ნაძალადევში გვექნებოდა ჩვენ შესაბამისი კორპუსი და რამოდენიმე თვეში ნაძალადევის რაიონში მიიღო. იყო ოჯახები რომელიც რა თქმა უნდა უამრავი ესეთი შემთხვევა ეს კონკრეტული მაგალითი იმიტომ რომ ჩვენ არავის არ ვაძალებთ მისი არჩევანია ბინის შეთავაზების შემდგომ შეთავაზების აქტზე ხდება ოფიციალურად ხელმოწერა მე ხდება კენჭისყრა ესე ვთქვათ რომელი ნომერი ბინა ხდება მას და ასე შემდგომ ასე რომ აქ მათი არჩევანი სულად არის დაცული. ბატონო, შემდეგი შეკითხვა შეეხო ცხინვალიდან დევნილებს, რომლებიც 91 მერე არ არის სასტუმრო აფხაზეთმა გაიჟღერა აქ და 7000-მა და ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენთვისაც და ზოგადად იმ 240-მდე ოჯახისთვის, რომელიც ამ სასტუმრო აფხაზეთში ცხოვრობდა. პირველივე დღიდან ესე ვთქვათ, ფაქტიურად, როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება,
ამ ადამიანების პრობლემებზე მუშაობდა პირადად მინისტრი არის ჩართული თითქმის ყველა ოჯახის ისტორია იცის და ყველა ოჯახის შესახებ რამოდენიმე დღის წინაც ჰქონდა მათთან შეხვედრა თვითონ მინისტრი პერიოდულად ხვდება ამ ადამიანებს და უპირველესი პრობლემა რომელიც იყო ეს იყო ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოჯახები ის თანხა $10,000 რაც მისცეს თითოეულ ოჯახს იყო შემთხვევა, როცა ორი ოჯახი გაერთიანეს და ორ ოჯახს მისცეს $10,000. ჩვენ სწორედ აი აქედან დავიწყეთ, რომ პირველ რიგში ამ ადამიანების უფლება ესე ვთქვათ, აღგვედგინა და ამ ადამიანებმა უკვე მიიღეს მთავრობის სპეციალური განკარგულება გამოიცა, რის საფუძველზეც ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ ოჯახებს უკვე მიეცა დამატებითი ფულადი კომპენსაცია, ესე ვთქვათ, ეს არის $14,260 თითოეულ ოჯახზე იყო გაცემული და სასტუმრო აფხაზეთში მაცხოვრებელმა ყველა ოჯახმა იცის. გარდა ამისა, ამაზე ეს პროცესი არ გაჩერებულა, ეს იყო პირველი ეტაპი, ესე ვთქვათ, მეორე ეტაპზე საუბარი არის იმაზე, რომ ყველა ის ოჯახი, ვისაც იქ მათი სურვილი იყო, რომ ოთახების მიხედვით ყოფილიყო ეს განაწილებული და ასე შემდგომ, მათთან ერთად შემუშავებული პროექტით ხდება მეხლა მეორე ეტაპის განხორციელება, მიდის კონკრეტული ოჯახების მოკვლევა, რომელიც მეორე ეტაპის სიაში არის და ალბათ უახლოეს ხანებში ამ მეორე ეტაპზეც იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ასე რომ სასტუმრო აფხაზეთის თემა ჩვენ არ დაგვიწყებია და პირიქით ეს იყო დაპირება ამ ადამიანების მიმართ ბატონი ბიძინასი, რომ მათი უფლება ამ ხრივ იქნებოდა აღდგენილი და ეს უკვე ესე ვთქვათ მოხდა. მაგრამ სხვა წკინვალიდან პირველად აქვს პრობლემები თუმე როგორც ჩვენი ესე განცალკევებულად არ ხდება. იყო პერიოდი, როცა წინა წლებში ყოფდნენ 2008 წლის დევნილებს და ეგრეთ წოდებული შევარდნაძის დევნილებიც კი დაარქვეს ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილებს ადრინდელ წლებში. ჩვენთვის დღეს ეს საკითხი ესე არ დგას. დევნილია, რომელი წლის დევნილიც არ უნდა იყოს და ცხინვალიდან იქნება ის თუ აფხაზეთიდან დევნილი. მათ მიმართ არის აბსოლუტურად ერთიანი მიდგომა ყველა ბენეფიტით, რაც სამინისტროსგან არის, ისინი ერთნაირად თანაბრად სარგებლობენ და თანაბრად შეუძლიათ ისარგებლონ. მაგრამ უფრო მეტად ვის დაიჩაგრა, ასე ვთქვათ და ამდენი წელიწადი არ მიაქცეს ის რა თქმა უნდა, ისედაც პრიორიტეტულად. ის თავისთავად ხდება პრიორიტეტებში. კი, იმ კრიტერიუმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თავისთავად ის ხდება პრიორიტეტული. ეს კრიტერიუმები სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ აი ესეთ ადამიანებს მიენიჭოს უპირატესობა. იქ არის გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, იქ გათვალისწინებული არის მათი სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები, ომში მონაწილეობა, როდიდან არის დევნილი და ასე შემდგომ. კი ბატონო, ესეც ძალიან საინტერესო თემა ახსენა ჩვენმა მსმენელმა, ესე იგი რუსეთმა რო უარი თქვა ქონების დაბრუნებაზე, აი მათი მდგომარეობა ევროსასამართლომ კი გადაწყვიტა ეს საკითხი, მაგრამ რუსეთი უარს ამბობს კომპენსაცია რო გაიცეს მას. ეს არის რესტიტუციის საკითხი, იმ ქონების რესტიტუციის საკითხი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და ოკუპირებული აქვს დღეს რუსეთს, ესე ვთქვათ, იმ ტერიტორიაზე არსებული ამ მიმართულებითაც სპეციალური სამმართველო არსებობს ჩვენთან დეპარტამენტში და სამინისტრო აქტიურად მუშაობს. 2013 წელს ამ მიმართულებით მინისტრის თხოვნით გაეროს თვალუთა უმაღლესმა კომისარიატმა მოიწვია ექსპერტი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ მიმართულებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო რესტიტუციის კუთხით, რომ ჩვენ შემზადებული ვიყოთ ყოველგვარი გადაწყვეტილებისთვის. როცა იქნება აფხაზეთში დაბრუნებაზე საუბარი და ასე შემდგომ, ჩვენ მზად ვიყოთ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, პირველი, ესე ვთქვათ, მოსამზადებელი სამუშაოების შემდგომ ეხლა ხანს ყავდა უკვე 2014 წელს ისევე მინისტრის თხოვნით მეორე ექსპერტი იქნა ჩამოყვანილი, ესე ვთქვათ, გაეროს თვალუთა უმაღლესმა კომისარიატმა ჩამოიყვანა და მასთან ერთად დეტალური გეგმა იქნა გაწერილი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩვენ მზად ვიყოთ ამ საკითხისთვის. ასე რომ ეს თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან აქტუალურია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. გასაგებია. მოდით ის თემა პრაქტიკულად თქვენ უკვე მეც შეგაშორლეთ სიტყვა და ნათქვამი გაქვთ ამაზე, რომ სოფლებში ყიდულობთ თქვენ ბინებს დევნილებისათვის, ის რაც ჩვენმა მსმენელმა ახსენა,
ამ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული უკვე ამ მიმართულებით. შაშანდელი საპილოტოც ახსენეთ თქვენ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრძანეთ რომ 400-ი განაცხადია აი ამ მიმართულებით შემოსული, ხო? და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით ივლისის ბოლოსთვის იქნება მიღებული ამ განაცხადებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საცხოვრებლები იქნება, ერთი კომისია მუშაობს ამ მიმართულებით, სხვადასხვა ჯგუფები, ამიტომ გრაფიკით, გეგმით გაწერილი არის ყველა ეს პროცესი. ივლისის ბოლოსთვის იქნება ამ საკითხების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც, ესე ვთქვათ, მიღებული იქნება. ჩვენი პირობა არის, რომ სოფლად სახლის შესყიდვის დროს აუცილებლად მიწის ნაკვეთი უნდა გააჩნდეს ამ სახლს, რომ უბრალოდ სახლი კი არა, ასევე მიწა, რომლის დაშოვა, რა თქმა უნდა. კი ბატონო და გარკვეული შემოსავალი იქნება რა თქმა უნდა. ასე ვთქვათ, მუდმივი. მსმენელი გველოდება კიდევ ერთი მოვისმინოთ მისი კითხვა და შემდეგ უპასუხოთ წინა შეკითხვას. გისმენთ? ალო, ბატონო. მოგესალმებით. გამარჯობა. აი, თემასთან არის რამდენად ახლოს ვარ გიან ჩავთვალა. მე ვარ სახლში მწვლიერი აფხაზეთიდან დევნილი. შევასწე აპლიკაცია სახლში ჯგუფი მოვიდა. ეს დეკემბრის თვეში უკვე მეორედაც მოვიდნენ დასკვნაც გააკეთეს და დღემდე ვერ გავიგე ქულათა რაოდენობა ვრეკავს ხელხაზზე. ალბათანო, უკაცრავად რომელ ობიექტზე გქონდათ შევსებული? მე მქონდა GPS ობიექტზე, მაგრამ ის ხოლმე განაწილდა და ქულათა რაოდენობა ხომ აინც უნდა გამეკო. გვარი თქვენი თუ შეიძლება? ანტურია ნონა. დიახ, და მე ვარ სახლში მწვლიერი, იქ ვერ მივ. ბატონო ნონა, რედაქტორს დაუტოვეთ მაინც თქვენი ტელეფონი, იმიტომ რომ რაღაც კითხვები შეიძლება კიდევ გქონდეს. თქვენს და შეიძლება ბატონ მურაცას გქონდეს შეკითხვა, ამიტომ დაუტოვეთ თუ შეიძლება რედაქტორს. აუცილებლად დავტოვეთ და აუცილებლად ბატონს თომაშთხოვ იქნებ როგორმე დამიკავშირდნენ. კი ბატონო. კარგი, მადლობთ, კიდევ გველოდება მსვლელი, ვიდრე მოპასუხოთ. დიახ, გისმენთ? ალო? ბატონო გიორგი, მე მისმენ? დიახ, თქვენ ხარ. ეს ორი შეკითხვა მაქვს თომასთან. ეს გზობადიან საცხოვრებელი ფაქტის შესახებ კრიტერიუმები, ეკუთვნით იმათ, ვინც აწიღებულობს ოთახებს, თუ მიღებული აქვს და ცხოვრობენ იმათთვის, ეს არაფერს არ წარმოადგენს, მე მგონი. თუ თან შეკითხვა კიდე, როდის დაიწყება ქუთაისში საკანონება იმ მიღებული ფაქტების, რაც გვაქვს ჩვენ? რომელ ობიექტზე საუბრობთ კონკრეტულად? ერთი მოსაზრება. რომელი ობიექტია ქუთაისში? თქვენ ახლა ქუთაისიდან ეკავთ? დიახ. ხო და რომელ ობიექტზეა საუბარიო, გეკითხებათ ბატონი მურატ? ავანგარდის სუხანსაბას ქუჩაზე ობიექტი და კრიტერიუმსა 2000 წელს დავამთავრებთ რემონტი და სულ გვპირდებიან მაშინ სუბელიანმა გითხრათ წლის ბოლომდეო გაზ შემოგიყვანთო და მერეო დაგეკამეგეთ და მე ჩემი ხელით მოგიტანთო საბუთეთო და ეს იყო 2010 წელი. კარგი, გასაგებია, მადლობა, კიდევ ერთი სველი გველოდება. კიდევ მოვსმინოთ რა უნდა გეთქვათ? ერთი მოსაზრება მინდოდა მეთქვა, არ მინდოდა მეთქვა, არ მიყვარს ესეთი რადიოთი გამოცხადებული ლაპარაკი, მაგრამ ვერ მოვიცინე. ის მამაკაცი რაც ხაზი გაუცვა, მაგრამ გულისკივა მაგას ტოლერებისა და ნორმალურად ილაპარაკა და იმ ქალბატონს ნუ კი შურს სვისი. მე პირადად ორსართულიანი სახლი თავისი მებელი დამწვარი მაქვს და ის 13-14-ზე წარმოიდგინეთ ამ ხელსახლი. იმისი ფარხალ გამინალღაუროს სახელმწიფომ და მაშინ არ ვიქნები ხალხი თუ დაწავწავობს ღედაღამი ქუჩაზე და რაღაცა სხიდულობენ რატომ შურს მაგას. კარგი, გასაგებია. და რაფერი არ შეუძენია და დენილების შურს ზოგიერთებს. არ მე მიყვარს ასეთი გამო. კარგი, დამშვიდით, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთი მსმენელი, დიახ, გისმენთ? ცილისამება, როგორ შურს, როგორ შეიძლება, რა უნდა მშურდეს? ერთ ოთახში 80 წლამდე წვალობდა მე შედარება და პატრონება მოვითხოვე ჩვენი ეგეთი. გასაგებია, ოღონდ. არა, შეკითხვა მაქვს ახლა. კი ბატონო. ნახში ვისაც ვინა აქვს? ფარობისგან და გარემონტებული. სადა აქვს ვინა? აქ ვინც ცხოვრობენ, აქაც რომ მიიღეს და ამის აღრიცხვა არა გაქვს სწორად და თერის სამყარო სულ მაგათ ვიცით ვინა არასოდეს არ მოიცლით აქ ვინც ცხოვრობდა ქალაქში ძიძველი ერთი მაინც ზაასახლის რამდენმა მიწა. კარგი, გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის, მაგრამ მოდი აქვე უნდა გიპასუხოთ, რომ ვერც ერთს ვერ დააკმაყოფილებს ეს სამინისტრო. ტყუილად ხოთ ბატონ მურატს პასუხს ამაზე. ეს არის დედაქალაქის მერიის გადასაწყვეტი, თვითმმართველობის გადასაწყვეტი, ჩვენი ქალაქის და არა ბატონი მურატის, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურად სულ სხვა სტრუქტურას და ნუ მოვთხოვთ მას, რაც შეეხება
ამ საკითხს რა კი ხალბატონმა მეორედ დარეკა უკვე ხო გასაგები აბსოლუტურად გასაგებია რომ თბილისში ძალიან ბევრს აქვს ძიმე მდგომარეობა და უფრო მეტად დამძიმდა თბილისელების აქ მაცხოვრებელი ადამიანების ოჯახური პირობები საყოფაცხოვრებო პირობები ეს არის ძალიან ძიმე ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი თემა მაგრამ არა დღევანდელი გადაცემის ჩვენო ძვირფასო მსმენელებო ძალიან ვთხოვთ ესე იგი როდესაც გვეყოლება ან მერი ან მისი მოადგილე ან დედაქალაქის სხვა ხელმძღვანელი მას უნდა დავუსვათ ეს შეკითხვები და არც არის აუცილებელი რადიოში დასვათ შეგიძლიათ მიხვიდეთ და იქ მოთხოვოთ თუ კი რაიმე ესეთი მოთხოვნა გაქვთ და პირობები გაქვთ დასაუმჯობებელი ამას ვერ გააკეთებს მოკლედ ვიტყვი დევნილთა და განსახლების სამინისტრო კიდევ ორი მსმენელი გველოდება ბატონო მურატ უნდა მოვინიშნო ეს ორი შეკითხვა მაგრამ მე მინდა ასევე ვთხოვ რედაქტორსაც და ჩვენ მსმენელებსაც რომ ალბათ მეტსაც ვერ მივიღებთ არ დავგემდუროთ ჩავთოთ ახლა ეს ორი მსმენელი ოღონდ რიგრიგობით გისმენთ ალო ბატონო გიორგი გამარჯობა გაგიმარჯობთ ზაური ვარ მაისურა გისმენთ ბატონო ზაური ბატონო გიორგი შეკითხვა გვაქვს თქვენ სტუმართან ესე გისმენთ საკითხია საუბარი მე თქვენ სტუმრიდან თქვენთან არ ვიტყვი უშუალოდ ამ საკითხზე დახმარებას მაგრამ იქნებ დაგვაკვალიანოთ მე დედამ ყავს რაჭაზე ლაპარაკი 2009 წელს მიწით რომ დაანგრია სახლი ერთ-ერთი მემკვიდრე ვარ მე და მიწის კატეგორია პირველი კატეგორია საძმენზე 15000 ლარს როდესაც ფულის გაცემის პროცესი დაიწყო დედაჩემს ეს კატეგორია მოუხსნეს მიწის მეორე კატეგორია არაფერი მამტკიცებელი დოკუმენტი არ აქვს მე ამოვირი არქივიდან ჩაერია საპარლამენტო ხალხი ამ საქმეში და თვითონ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ჯაფარიძის პასუხი მაქვს როგორ გეგადრება თქვენ როგორ იწმოთ მე ვთხოვდი გაკეთებას პირველად ბატონო ზაურ ესეც რო არ არის დევნილთა სამინისტროს საკითხი რა უკრა ზაიქნება გვასწავლოთ ჩვენ დეპარტამენტის არა მაგრამ გიპასუხებთ მაშინ ამაზე კი თავის რაც კომპეტენციის პარკლებიდან ბატონი მურატი გიპასუხებთ კიდევ ერთი მსმენელი ჩავთოთ და შემდეგ უკვე პასუხებთ დიახ გისმენთ გამარჯობა ბატონო გიორგი გამარჯობა ქალბატონო მე ხა მოკლედ მინდა აზრი გამოთქვა ძალიან მოკლედ აი ქალბატონმა რომ ბრძანა რომ შურთო რომ ჩვენო ბინებს გვაძლევენო თუ რაღაცნაირად რას ქვია შურთი ჩვენ მე რამდენჯერ თქვი ეგ რომ თავრობამ აუშენოს რამდენიმე კორპუსი ამ დემინებს და შეასახოს არა მარტო ვიცი რომ კეთდება ეს რა ვიცი რაც მე ახლა ამას არ ვიტყვი რომ მე ვთქვი და ამიტომ გაკეთდა მაგრამ რამდენჯერ თქვი მე ეს თქვენი ეთერის ბატონო აბა რა გაქვთ კიდე თითქოს მე მოხდა ეს ამ კორპუსების შენები დაწყება და მეორე კიდევ რა იცით დენილი რო ითხოვს კი არ ითხოვს მოითხოვს რომ მე ამ ხელა ბინა მქონდა და საქართველოს თავრობა მომწეს ასე არ შეიძლება ეს ამას უნდა კონდეს თხოვნი საქართველოს არ დაურქმევია მათთვის ეს ბინები და ეს ქონება რა ამიტომ ამას უნდა კონდეს თხოვნის სახე მე პირადად ანაბარი მქონდა შეტანილი და ამის იმედი მქონდა პენსიაზე რომ გავალთქო მაგრამ დაიკარგა ის ანაბარი მაგრამ ამისი მოთხოვნა უფრო შემიძლია მე მაგრამ არ მოგითხოვ ამას ამიტომ უფრო მორიდებულად უნდა იყოს ეს თხოვნა და არა მოთხოვნა ჩემი გასაგები დიდი მადლობა ქალბატონო უკვე ზარებს ვეღარ მივიღებთ რჩება დაახლოებით 5-6 წუთი და ამ შეკითხვებზე უნდა მოვასწროთ ახლა პასუხების გაცემა ბატონო მურატ ამიტომ მივყვეთ და რიგითობა არ დავარღვევთ აი რაც ქალბატონმა ბრძანა ქალაქში ცხოვრება ეს უკვე იმ კითხვასთან მივედი და მე დაარეკა მეორედ ამ ქალბატონმა და ჩავთვალოთ მას უპასუხეთ ხო ნამდვილად თქვენ გაგიჭირდებათ ამაზე რაიმე ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია ხო ქალაქში ნამდვილად არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახები და მათი კანონო თვითნებურად სახელმწიფო შენობების დაკავების ფაქტებიც ამას მეტყველებს მაგრამ ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის ამ შემთხვევაში თუმცა ვიცი რომ ამ მიმართულებით თვითონ სახელმწიფოც აქტიურად არის ჩართული და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუ გნებავთ ამასაც უპასუხეთ ეს რაღაც მორალური მხარეა უფრო რაღაც ბოლოს რო ზარი შემოვიდა და მანაც ამ ქალბატონებს უპასუხა ბინის ესე ქონების მოთხოვნასთან დაკავშირებით პრეტენზიები კი არა თქო. ნუ ახლა ეს შეფასებითი ნაწილია გააჩნია ვინ როგორ შევაფასებთ ამ საკითხს მაგრამ სახელმწიფოს ამ ადამიანების მიმართ აქვს ვალდებულება
და ჩვენ ამ ვალდებულებას ვასრულებთ. ეს არ არის მართალია იქ დაკარგული ქონების ანაზღაურება, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომ მათ ნორმალური და ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას სახელმწიფომ აქ, ვინაიდან სახელმწიფოს მიზეზით და კარგის მათ თავიანთი საცხოვრებელი. ეხლა საქართველოს ხელისუფლების თუ გარეშე მტრის ამას არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. ხელისუფლება ვალდებულია და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებ და სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ამ ადამიანებს პირიქით მათ ამდენი ხნის განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარება რო არ მოხდა ამისთვის კარგი, რაც შეიძლება ქალბატონ ნონა ჭანტურიას ზარს ალბათ დაელაპარაკებით გადაცემის შემდეგ. კი, ქალბატონ ნონას ჩვენ პრივატიზაციის საკითხ შეეხო და ამ თემაზე არ გვისაუბრია. პრივატიზაციის კუთხით ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა 2014 წლიდან უფრო აქტიურად, ესე ვთქვათ, ვიდრე 13-ში, იმიტომ რომ წინა წლებში ძალიან ბევრი ხარვეზი იყო და ამ ხარვეზების გამოსწორების წესზე და გამოსავალზე სამართლებრივ გზას ესე ვთქვათ ვეძებდით და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლები გვაქვს იუსტიციის სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად. გარდა ამისა გვაქვს კონკრეტული გეგმა გრაფიკი. თუ ადრე იყო რომ ესა თუ ის ხელმძღვანელი წინა ხელისუფლების მივიდოდა და დაპირდებოდა დევნილებს აი სახლი დაკანონდება წინა საარჩევნო და ასე შემდგომ, დღეს ეს საკითხი ესე არ არის. დღეს არსებობს კონკრეტული ყოველდღიურად გაწერილი გეგმა, სამუშაო გეგმა და რომელი ობიექტი როდის იქნება დაკანონებული ამის შესახებ ნებისმიერ დევნილს შეუძლია სრულად მიიღოს ინფორმაცია. ასე რომ ქუთაისშიც ამ ობიექტების ზაფხულის შემდგომ გეგმა ზუსტად თვეები არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ზაფხულის შემდგომ ივლისის შემდგომ პერიოდში არის ჩანიშნული გეგმაში და მათი პრივატიზაციაც რა თქმა უნდა მოხდება. რა კი ქუთაისიდან შემოსულ ზარსაც უპასუხეთ ბარემ ამ ბატონსაც, ბატონ ზაურ მაისპურაძესაც რაღაცას მაინც ურჩევო მე რობძანეთ, ესე იგი რაჭაში. დიახ, მოკლედ ეკომიგრანტებთან მიმართებაშიც ესე ვთქვათ ჩვენი სამინისტრო არის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას იღებს, უბრალოდ სხვა დეპარტამენტი არის, მაგრამ ისე ზოგადად შემიძლია თქვა, რომ ამ მიმართულებით მინისტრის ინიციატივით კანონი იქნება, რომელიც უკვე მთავრობაზე გატანილი არის და არასდროს არ ყოფილა კანონი ეკომიგრანტების შესახებ და ეს კანონი ალბათ მალე იქნება მიღებული და იქაც გარკვეული კრიტერიუმები და წესები, ნორმები იქნა შემოღებული. ამ პრობლემებს დაარეგულირებს. რა თქმა უნდა, ეხლა როგორც მე ვიცი, ზოგადად შემიძლია ვთხრა, რომ გამოცხადებულია კონკურსი, სწორედ აი ესეთ ოჯახებს შეუძლიათ შეასვენ განაცხადები და მათთვის მოხდება სახლების შესყიდვა. ვინც ესე ვთქვათ სტიქით იქნა დაზარალებული. თუმცა დეტალებზე მე ახლა არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ეს ზოგადად რაც ხდება ახლა პროცესი ჩვენ სამინისტროში. ძალიან კარგი, დიდი მადლობა და ბოლოს საკითხს მიუბრუნდეთ. უამრავი ზარი შემოვიდა და რო შეგაწყვეტინეთ თბილისში ეს მშენებლობის უფლებას მიიღებენ დევნილებს. თბილისში მშენებლობის უფლება მიიღო სამინისტრომ, ესე ვთქვათ და მთავრობამ, რომ მას შეუძლია თბილისში ახალი კორპუსების მშენებლობა, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად გადაიდგა 2013 წელს ნაბიჯები ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად რამოდენიმე მიწის ნაკვეთი იქნა გამოყოფილი თბილისში, 3 მიწის ნაკვეთი და სხვადასხვა ქალაქებშიც ასევე საქართველოს მასშტაბით გარკვეული პროექტებიც უკვე შედგა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა როგორც დაგეგმილი იყო, ასევე აქტიურად წარიმართება, ვინაიდან ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა რეალურად არ არსებობს. თუ დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გვინდა, რომ სწრაფად დასრულდეს და კიდევ მეორე 20 წელიწადი არ გაგრძელდეს, ამისთვის აუცილებელია სწორედ ეს მშენებლობები და ამ პროექტების განხორციელება, რომელიც დღეს დევნილთა სამინისტროს გააჩნია და ჩვენი მინისტრის და სამინისტროს ხედვა რაც არის ამ შემთხვევაში. ამის განხორციელების შემთხვევაში უახლოეს ხანებში ის დაპირება რაც მიცემული იყო დევნილებისათვის, მათი გრძელვადიანი განსახლების საკითხი იქნება გადაწყვეტილი. ფაქტობრივად დღეს ძირითადად განსახლებაზე მოგიწია საუბარმა, სხვა უამრავი თემაა კიდევ. ასევე მნიშვნელოვანი ერთი მიმართულება გამოგჩა ჩვენ, იმიტომ რომ დევნილთა თემა ესე თქვა ძალიან ფართო თემაა, თუმცა ერთს მაინც აღნიშნავ, რომ ჩვენ გარდა განსახლებისა ასევე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა დევნილთა შემოსავლების ზრდის კუთხით და ამ მიმართულებით სამინისტროს ინიციატივით სტრატეგია მიიღო მთავრობამ დევნილთა შემოსავლების ზრდის წყაროების ზრდის სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც
ჰქონდა შეხვედრა სამეთვალყურო საბჭოს შეხვედრაზე უკვე იქნა გატანილი და უახლოეს ხანებში მთავრობაზე გავა. რითაც ჩვენ საშუალება გვექნება რომ დევნილებს არა მარტო ესე ვთქვათ საცხოვრებლით უზრუნველყოფაში, არამედ მათი შემოსავლების გაზრდაშიც დავეხმაროთ. ბატონო მურატ, ამ და სხვა საკითხებზე ალბათ ახლო მომავალში ვისაუბრებთ ჩვენს სხვა გადაცემაში. დღეს დრო მოგვეწურა და მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ინტერესდებით ამ თემით. მობრძანდით და ისაუბრეთ ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი რამ უთხარი ჩვენს მსმენელებს. მე შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ბატონი მურად აბლოთია გახდა ჩვენი სტუდიის სტუმარი. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ და თქვენთან ერთად მადლობას ვეუბნები უკვე მსმენელებს, რომლებმაც მართლა ძალიან აქტიურეს უამრავი ზარი შემოვიდა და რა თქმა უნდა მათაც დიდი მადლობა, ვინც ვერ დაგვირეკა და გვისმინა. როგორც თქვით, ჩვენ კვლავ გვექნება საუბარი ამ საკითხებზე ჩვენ ძირფასო რადიო მსმენელებო. ახლა კი გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით გადაცემაზე მუშაობდით ლია ციკლაური, ნათი არველაძე, ლელა ვაშაკიძე, ია ჭელიძე და გიორგი ჭოკოშვილი. ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ.